მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის აკაცუკების ნადიმი და მე მისი ავტორი და წამყვანი ოთარ ბერძენიშვილი გახლავართ. დღეს ესეთი ექსპერიმენტის ჩატარება ვიფიქრე. არ მყავს სტუმარი, როგორც შეამჩნევდით. და მინდა რომ რაღაც ახალ ამბებს გადავხედოთ ერთად და რა მე გეტყვით ჩემს და დანარჩენზე თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ და გადაწყვეტოთ პრინციპში რა. ზოგადად ალბათ კარგი იქნებოდა რომ ადრე თუ გვიან თუ ამ გადაცემაში იქნებოდა შესაძლებლობა რომ რეკავდეს მაყურებელი დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო მოსაზრებას მოვისმენთ, ბევრ სასაცილოსაც ალბათ. მაგრამ როგორც არის აი ინტერპრეს ნიუსის საიტი მაგახსნილი და თვალში მომხდა ესეთი საინტერესო რაღაცა რა პრემიერს უთქვამს რომ აბასთუმანში ფრენის მარშრუტის დღეს ხდება ეს აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებაზე სპეკულაციებია რასაც ხალხი ლაპარაკობს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის და ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზე ორიენტირებულიო ამბობს ადამიანი რომლის თავრობაც ფაქტიურად აუქმებს ილიას და სოხუმის უნივერსიტეტებს რავი ამდენი მავნებლობა ქართული განათლების ალბათ არც ერთ თავრობას არ გავაკეთებია ალბათ ამეთანხმებით რომ კარგი მთავრობა ესე თანამედროვე ახალ საქართველოში ხო რაღაც მეფის დროიდან არც ყოფილა ალბათ რა ну შეიძლება ეს სოციალ-დემოკრატები როგორ თავის დროზე რაღაც კარგი ყოფილიყო მაგრამ ვინაცალა და ახლაც არ ვიცი რავი ჩემი აზრით ჩემი მოგრძელებული აზრით კარგი მთავრობა არ ყოლია გულანთებული ადამიანები სათავეში რაღაც მაგრამ როგორი ისეთი თუ ასეთი მთავრობებიც არ ყოლოდა ასეთი უნიათო და ასეთი მავნებელი მთავრობა არასდროს სამწუხაროდ არ ყოლია ჩემი აზრით რა ძალიან იცით რა არის ანუ შეიძლება ბოროტებიც არ იყვნენ რა შეიძლება უმეცრებით აშავებენ აი ეგეც მიფიქრია იმიტომ რომ აი ერთის მხრივ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი შეიძლება მოხდეს ციხეში თუ თვალში ცუდად მოუვიდა არ ვიცი პატრულის თანამშრომელს არ ამგონია უფრო ალბათ რაღაც მაღალჩინოსანს და ამავდროულად ოლიგარქს რომელიც დგას მთავრობის უკან შეუძლია ჩაკეტოს ობსერვატორიის კურორტზე ხო ძალიან ეს არის აი აქვე გავყვები ბარემ საქართველოში ვიხილეთ ისევ კობახიძის განცხადება არის ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა საიდანაც უმეტესობა იყო ძალადობრივი ჯერ იყო აკერმანი შემდეგ იყვნენ სხვები ახლა არის ბლაჟევიჩი იცვლება გვარები მაგრამ მათ უკან ვინ დგას ეს არის მთავარი ანუ ისევ დიპსტეიტზე ლაპარაკობს ხო ეგ ცოტა რთული არის რა რთული არის როდესაც მთავრობა ეგრეთ წოდებული მთავრობა სპეკულირებს იმით რომ რაღაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეერა ესეთ რაღაც კონსპირაციული თეორიების ბრწყელი დედამიწის რაღაცეების და ამ საზოგადოებაზე ცდილობს ზემოქმედებას ამითი რომ ანუ აი ნახეთ როგორ არის უკვე რო კი არ ამბობს რომ აი deep state-ია ამის უკანო ამბობს რომ აი ვინ დგას ამათ უკან ეგ არის საინტერესო ჯერ ერთი რატო გონია ბატონ პრემიერს რომ მე რო გავედი პროტესტის ნიშნად რუსთაველზე მაგალითად როდესაც მან 28 ნოემბერს განაცხადა რომ საფეხზე ევროპასთან აღარ ვიდგებითო ვინმე იდგა ჩემს უკან და ვიღაცამ SMS-ი მომწერა დამირეკა და მიცხრა რომ რუსთაველზე გადიახე და იწყო პროტესტი და ესე მიწერა და დაურეკა ათეულობით ადამიანს თუ რამდენიმე ლიდერს მე რა ვიცი დიდად სიმპათიებით არ ვარ გასწავლული ჩვენი პოლიტიკური სპექტრისადმი და რავი ნებისმიერ
პოლიტიკურ ლიდერს თუ მეორე ხარისხოვან მოთამაშეს რომ ეთქვა ჩემთვის რაღაცა რომ ესე გაგვეკეთებინა გავაკეთოთო მე ნამდვილად არ წაყვებოდი ეგ ჩემ თავზე ზუსტად შემეძლია თქვა და დანარჩენ მონაწილეებზე ამ პროტესტის ნუ თითქმის არწმუნებული ვარ რომ მათ არავინ არ უთხრა რომ ესე არის რა უბრალოდ ესე არის როდესაც ილია ჭავჭავაძე სულხასაბა ორბელიანი დაწყებული ყველა მოაზროვნე ცდილობს რომ ჩვენ ევროპისკენ წავიდეთ იმიტომ რომ ეს არის ჩვენ აი ნახეთ როგორ რაღაც არის მე ასე ვხედავ რა მე შეიძლება არ მქონდეს თქვენსავით კარგი განათლება ისტორიაში ან პოლიტოლოგიაში მაგრამ მე ასე ვხედავ რა რომ ეს ევროპული კულტურის თუნდაც ქრისტიანული კულტურის ეს არის ორი საზღვარი რა ასე ვთქვათ რა არაბულ სამყაროსთან მოდი ესე ვთქვათ პირობითად მუსლიმანურ სამყაროსთან რა ეს ისინი საქართველო და ისრაელი ორივე არის უკიდურესად მძიმე რეგიონში და ორივე რეალურად აი ამ დასავლური ცივილიზაციის სადარაჯოზე იყო სულ საქართველო სადღაც მაქვს რომელიღაც ვიდეოში Facebook-ზე მოსმენილი ბრიტანელი საუბრობდა რომ საქართველო არისო ის იმ ტრადიციების გამგრძელებელი რაც იყო ბიზანტიის იმპერიაო რა და სადღაც არის ძალიან მართალი ეგ ადამიანი იმიტომ რომ არ ვიცი ნუ მაგას ვაკეთებსა და ეგეთები დაურჩით ჩვენ რეალურად რა ეს ტრადიციულები რო ვართ ჩვენ წარსულს რო პარტიებს ვცემთ როცა გვჭირდება რა თქმა უნდა ხო როცა არ გვჭირდება რატომაც არ ვცემთ პარტიებს ახლა არ ვიცი თვითონ სახელმწიფო წერს ერთის მხრივ რომ კონსტიტუციაში ამატებს 78 მუხლს სადაც ამბობს რომ უნდა მივდიოდეთ ევროპისკენ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ეგ ვინმეს თუ არ ახსოვს და რამოდენიმე წელიწადში ამბობს რომ აი ცალფეხზე ჩვენ ევროპასთან არ ვიგებ ჯერ მიგთხოვს ცალფეხზე დგომას ან ვინმე საერთოდ რამეს ისეც გთხოვს მე ატყუებენ მოსახლეობას იმით რომ იქ რაღაც ერთსქესიანთა ქორწინებას დაგვაძალებენ ქვეყანაში როდესაც მაგალითად აი პოლონეთი ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული ქვეყანა არის ევროკავშირის რომლებიც მართლა მთელ ქვეყანას არ უყვარს რუსეთი მაგალითისთვის და ახსოვს რუსეთმა რა დაუშავა ჩვენი რაღაც ნაწილიდან განსხვავებით თუმცა ევროკავშირში რო არის საუბარი ამ ერთსქესიანთა ქორწინებაზე იწყება ხალხი გამორს აპროტესტებს და მაგას ვერ აკეთებენ ძალიან მარტივი არის ანუ ევროკავშირი ხალხო არის წესრიგით და კანონებით ცხოვრების საშუალება როდესაც ქვეყანაში არსებული რაღაც ფული არ იქნება გაყოფილი ქვეყნის 5%-ზე და ცოტა ჩვეულებრივ ხალხამდეც მოვა სადაც კანონის წინაშე თანაბარი იქნება პრეზიდენტი და რავი მე ან ნებისმიერი ადამიანი ეს არის სასიცოცხლო ამის გარეშე უბრალოდ ქვეყანა ვერ განვითარდება აი ვიდგებით ერთ ადგილას მაგას ქვია ჭაობი რომელშიც ახლა ვართ რეალურად იმიტომ რომ ერთად ვერ მიდის ქვეყანა როგორც ატყობთ იმის მაგივრად ქვეყანაში ამდენი პრობლემა არის ყოველდღე მიდის ბოლო დროს შეამჩნევდით პროტესტი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის რომ წამლის დაფინანსება გამოყოს სახელმწიფომ და სახელმწიფო ამის საპასუხოდ კერავს სკოლის სასკოლო ფორმებს რაზეც აცხადებენ ეგეც წეგანა საიტზე წავკითხე რომ ბევრად უფრო იაფი დაждდება ვიდრე ის აღჭურვილობა რაც დღესდღეობით უჯდებათ მშობლებსო აი რას ნიშნავს ეს აი ცოტა რომ დავფიქრდეთ რა ცოტა რომ ვისაუბროთ კრიტიკულად უყუროთ რა ეხლა მე მაგალითად ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია კრიტიკულად ყურება რაღაცეების ეხლა მე პროტესტში ვარ პირველი დღიდან პრინციპში რაღაც პირველი დღიდან რა რუსული კანონის პირველი ტალღიდან გამოვედი გავაპროტესტე და მეორე ტალღიდან რომ გამოვედი გასაპროტესტებლად იმის მე აღარ შევსულ ვარ სახში სულ პროტესტში ვარ და ეგ სწორი მგონია თუმცა იმის მიუხედავად რომ ვარ პროტესტში და ჩემ მხარეს არის ძალიან ბევრი ადამიანი ამ ადამიანების მიმართაც არ ვარ ფლად ისეთი რა რომ ყველაფერი მომწონდეს და როცა რაღაცა არ მომწონს მე იქაც მაგას ვამბობ რა იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ძალიან საჭირო არის რა ეგ არ არის ის რომ მე ამით ვიღაცას
ვამცირებ, რა თქმა უნდა, არ ვამცირებ, რა თქმა უნდა, მას ძალიან ცდილობიან და კულტურულად, როგორც თუნდაც თავრობაზე ვლაპარაკობ, არასდროს არ ვაგინებ და არ ვამცირებ, ასე ვთქვათ რა, მათ საქციელზე მეტად მე მათ ვერ დავამცირებ. როგორც არ უნდა ვეცადო რა, მის დამეთანხმებით არ ვიცი და მაგრამ კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არ ვიცი, ძალიან საჭიროა, თუმცა აი მაგ ისლან წამოვიდა ზუსტად ტერმინი მონებიც ალბათ, რომ აშკარად ცუდ რაღაცაზე ხო, ეხლა სულ ძალიან კენ მთავრობა იყო, ძალიან ბევრი ისეთი შეცდომა მოდის, რომელსაც ისეთი ადამიანების ხედავენ, ვინც თუნდაც ბრწყელ დედამიწელი არის, მაგალითად. და არ ვიცი რა, ის არის კრიტიკა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო არის, რომ ერთმანეთის კრიტიკა არ მოგვერიდოს. არ მოგვერიდოს არავითარ შემთხვევაში. აი, დღევანდელ იმას გავაგრძელებ. მინისტრის მოადგილე განათლების მინისტრია საუბარი, მინისტრის მოადგილე განაცხადა, რომ ჩვენ ბაკალავრს არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ, დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი მაგისტრად, ბაკალავრი ბაკალავრად. საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის. ეს რას ნიშნავს, საერთოდ ვერ გავიგე უკაცრავად. ხო, აი ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სასკოლო ფორმები 30-50% უფრო იაფი იქნება, ვიდრე მშობლებს უჯდება შვილის სასკოლო აღჭურვილობა. ფორმის ღირებულება ალბათ 100 ლარამდე იქნება. ანუ ეხლა სკოლის გარეთ რო დავფიქრდეთ, სკოლის გარეთ ხო არის ულის ბავშვი სკოლის ფორმაში, ხო? ანუ ეს ასაცმელი ხო ისე რა სჭირდება ყოველდღიური. ამას ზევიდან უნდა გადაიხადონ 100 ლარი. ხმენ ბავშვობაში მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 90-იანებში დავდიოდი, ძალიან ხშირად მიფუჭდებოდა ასმელი, იმიტომ რომ ხან დავრბოდი, ხან ფეხბურთს თამაშობდი, თუნდაც სკოლის მერე, თუნდაც სკოლაში ფიზკულტურა იყო, ის იყო, ეს იყო. ძალიან ხშირად მიფუჭდებოდა ასაცმელი, ანუ ამ ასაცმლის გარდა, რომელიც რა თქმა უნდა ხარჯია ნებისმიერი ოჯახისთვის, ამის გარდა კიდე უნდა იყიდოს ხალხმა სკოლის ფორმა. და ნუ არ ვიცი, საერთოდ რა საჭირო არის სკოლის ფორმა, ძალიან უცნაური არის მაშინ, როდესაც აი თუნდაც რავი ბავშვებისთვის მშობლები ითხოვენ წამლებს, აი ძალიან ტრაგიკული არის ეს ყველაფერი სამწუხაროდ. გიორგი შარაშიძე ძალიან მეცნობა ეს მე მგონი კახარიას ის არის მარია ზახაროვას განცხადებაზე ეს იცის პარტნიორების მტრებად შერაცხვამ რეალურ მტერთან პირდაპირმა კოლაბორაციამ და ფულზე გაყიდვამ ჯერ სადვართ ოცნების პირობებში ჯერ კიდევ წინ არის ასეთი მუქარა ხო მე სხვათა შორის ოცნებაზე ხშირად ის მოისმენთ რომ რუსული მთავრობაა მე ერთმა ძალიან კარგად გაცნობიერებულმა ადამიანმა მითხრა ამ ყველაფერზე, რომ აი ძალიან ისე ვაკვირდებიო და ქართული ოცნება არ არისო, რუსული მთავრობა, რუსებისთვის, ანუ როგორ არის, იცით, რუსებს აწყობთ, ქართული ოცნება, იმიტომ არის პრორუსული მთავრობა, რომ რუსებს აწყობთ ის, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. კორუფცია, ჭაობი, რაღაც ეს ყველაფერი რუსებისთვის ძალიან ხელსაყრელი არის რა, საქართველოს აკონტროლოს მაგისთვის რა, მაგრამ ქართული ოცნება არის ესე ვაჭრების ერთობა რა, ასე ვთქვათ რა. ხალხის ვინც აწყობს ქვეყანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. აი ეგეთი სამწუხარო მოცემულობა არის რა და ხო არ ვიცი, ნუ დასკვნები თავად გამოიტანეთ, მე მაინც ახლა ესე თითების შვერას ნამდვილად არ დავიწყებ. ხო, მინდა მოგილოცოთ ყველა ევროკავშირის და საქართველოს ევროპული მომავლის კომაქს ვიქტორ ორბანის დამარცხება, ეგ ძალიან კარგი რაღაც არის, ნამდვილად მე მინდა გავიხსენო, აქ 24 წლის დეკემბერში საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის სახით პირველად მიიღო საერთაშორისო მუსიკოსთა ფედერაციის ევროპული ჯგუფის კრებაში მონაწილეობა და ეგ იყო 19 დეკემბერს ლუბლიანაში, სლოვენიაში, სადაც გავფრინდით მე და ჩემი თანამკოლეგა აი მაგარი დარბევებიდან რა. დაწამულები გაზეთ, ასე ვთქვათ.
რასაც დაუბრუნდები ამ დაწამლას ცოტა ხანში, მაგრამ ეხლა ის თქმა მინდა რომ იქ გავიცანით უნგრეთის მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე, რომელმაც მომიყვა ასეთი რაღაც, რომ აღარ შეგვიძლია მაგათ ბუდაპეშტში ვცხოვრობთ 2 მილიონი ადამიანიო, 2 მილიონს, აი გამონაკლისის გარეშე, ალბათ ორბანის ნათესავებს თუ არ ჩავთვლით, ბუდაპეშტიდან თუ არის საერთოდ გვეზიზღება ყველას ორბანიო, მაგრამ მასმედია, რომელიც ტრანსლირებს რეგიონებში, მთლიანად არის ორბანის ჯიბეშიო. და ჩვენ ვერ ვაცდენთ ხმას რეგიონებს, სადაც 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2 მილიონი ცხოვრობს ბუდაპეშტშიო და ამიტომ ორბანი ამდენი ხანია იგებს არჩევნებს ზედიზედო. ეგეთ ტრაგიკულ მოცემულობაში იყვნენ და რამეს არ გახსენებთ? ეგ ყველაფერი არ ვიცი, ოპოზიციური არხები ტრანსლირებს რეგიონებში სამწუხაროდ არ ვიცი, მე მგონი არა. მე მგონი რუსთავი და იმედი არის ის არხები, რომლებიც გადის რეგიონებში ტელევიზორში და გასაგებია ეხლა რა შტაბეშტილება დარჩება ხო საზოგადოებას იმაზე რაც ხდება ქვეყანაში. ეგეთი ექსპერიმენტი გააკეთეს ადრე გერმანიის რომელიღაც სოფელში, კაიხნისტინ. რადიოში, რომელიც ტრანსლირებდა, ერთი არხი ტრანსლირებდა, ძველ დროზე მაქვს საუბარი, უშვებდნენ მარტო კლასიკურ მუსიკას, აი ბეთჰოვენს, ბახს, რაღაც მოცარტს, ესეთ კლასიკას რა და ის სოფელი საოცრად განვითარდა თურმე. ანუ აქვს მნიშვნელობა ადამიანს რას უმეორებ რა და რა ჩაესმის და რას უყურებს თუნდაც ამ შემთხვევაში რა და ეხლა მეც რომ სოფელში ვცხოვრობდე მთელი დღე მუშაობდე მიწაზე და არ ვიცი სახში მოვიდიოდი საღამოს დაღლილი ალბათ ტელევიზორს ჩავარდა ყველა ვარიანტი ხო რაღაც ხომ და დავისვენო რაღაცაზე ყურადღება ხომ და გადავიტანო და ეს რომ მეორდება ამდენჯერ არ ვიცი რა გასაგებია რა რატომაც არის ამ აზრზე ეს ხალხი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რომ ვიაროთ ძალიან ბევრი რაც შეიძლება მეტი რეგიონებში იქაურ მკვიდრებს ვესაუბროთ ავუხსნათ ყველაფერი დიდი სიყვარული და პატივისცემით უნდა ვაკეთოთ თან ეს იმიტომ რომ ხშირად არის ხა მუსიკოსთა პროგრამაში დავდიოდით რეგიონებში სანამ კიდევ შეგვესწრო რაღაც თანხების მოძიება უცხოეთიდან და ძალიან ბევრს ვესაუბრებოდით ადგილობრივებს და ძალიან კარგად თავდებოდა ეს ყველაფერი თუმცა ძალიან ისე იწყებოდა ხოლმე რა უცნაურად რა და ხშირად აგრესიით დაგხვედრიან მაგრამ რომ დაინახეს რომ ნორმალურად ვესაუბრებით არ პატივს ვცემთ გვიყვარს ეს ხალხი და არ გონია ჩვენზე რამით ნაკლები ასე ვთქვათ მიუღივართ და პირიქით რო დავშლუვართ მეგობრები ყოფილას ბევრს აზრით შეუცვლია თუმცა მე ეს ყველაფერი პირიქით შეცვლა ალბათ იმიტომ რომ იმის ჩვენი წამოსვლიდან იქ მე ისევ დარჩენ იქ და ყოველ დღე ისე უყურებენ იმედს ან რაღაც რუსთავი 2-ს სადაც მიდის ეს პროპაგანდა დარბევებს დაუბრუნდებით ხო ბოლო დროს რამოდენიმე აი ხან ბოლო ერთ თვის განმავლობაში რამოდენიმე ჩემს მეგობარს სხვადასხვა პერიოდებში მქონდა რაღაც ძალიან ძიმე ვირუსი რაში გამოიხატება უკაცრავად ხა პირდაპირ ეთერში მაგას რო ვამბობ მაგრამ ჩირკი კონდათ რა ანუ ეს ცხვირპირის ღრუში ასე ვთქვათ და მაგით ახვალებდნენ რაღაცა და რაღაცა ორი კვირა ეს კონდათ და მოკლედ იოდინოლი წყალბადის ეჟანგი რაღაც გამოვლებები დაჭირდათ ბევრ სხვადასხვა ერთმანეთთან კავშირში მარტო ის აქვს რომ ჩემი მეგობრები არიან ალბათ მაგის გარდა რა აქვს კავშირში ერთმანეთთან ის რომ ყველანი იყვნენ დარბევების დროს რუსთაველზე ხო და აი არ ვიცი რა BBC-ს კი აბრალებს ქართული ოცნება რომ გვაბრალებთ ამ დაწამულასო ხალხისო მაგრამ აი ფაქტი რაც მე ვიცი მე ვლაპარაკობ სულსაც შემიძლია თქვა რომ 5 ადამიანი ვიცი მე პირადად ვისაც აი ესე აქვს ესეთი გამონადენთან დაახლოებით რომ ის ერთ პერიოდში აი 2 თვის განმავლობაში 5 ადამიანზე ვიცი რომ ესეთი რაღაც ჰქონდა შევხედოთ კიდე როგორ გამვითარდება იმიტომ რომ იმ აქციებზე არ ვიცი ვინც არ დადიოდით მე გეტყვით ჩემი პირადი გამოსვლებით იქ ვიყავით ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ალბათ ეს ყველაფერი თავისას იზამს
ადრე თუ გვიან, რავი, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. გავაგრძელოთ ახალი ამბების კითხვა. ძლიერი საქართველოს ლელოს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელს თანახმად უქმდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. ხო, რამდენი პროგრამა უქმდება კიდე მაგის გარდა, ალბათ გეცოინებათ ეგეც. ხო, ძალიან კიდე მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი გაუქმებაზე გამახსენდა, რომ მიხვდეთ რამდენად ცუდი და უცოდინარი ხალხის ხელში არის დღესდღეობით საქართველო რა. ალბათ ყველას გახსოვთ ეგეთი მუსიკალური კლიპი ქართული ლეგენდა, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ უფრო როგორც შატილის ასულო. ძველი კლიპი, უკვე ძველი კლიპი ერისიონის, ანსამბლი ერისიონის უნიჭიერესი ანსამბლის, რომელიც ადრე გადაიღეს ფრანგებმა. ასეთი ისტორია აქვს ამ კლიპის გადაღებაში ერთ-ერთ საკონცო ფიგურას საერთაშორისო დონის ფრანგ ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფს ფრანსის პრიმერსკის, რომელმაც როდესაც ეს კლიპი გადაიღეს, როდესაც ერისიონი მოატარა მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო, შეუყვარდა საქართველო ისე რომ დღემდე, აი რამდენი წელი გავიდა, ეს ხო 2000-იანების ალბათ 2005 წელს, კაი ხნის წინ იყო, მაგრამ ძალიან ერთი 20 წლის წინ მაინც იქნებოდა ეს კლიპი. მოდი რადგან თქვენს ტელეფონიანი ეთერი გვაქვს, ნახავ რომ წელს იყო. ეს კლიპი მაინც საინტერესოა, მოკლედ ამ კლიპის გადაღებიდან შატილის ასო შვების წელი, ხო, მოკლედ ეს კლიპის გადაღების შემდეგ ეს ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. აი სავარაუდოდ 2002 წელს ჩაიწერა და გავრცელდა. 2002 წელს მოხდა ეს ამბავი. მაგის შემდეგ ეს ადამიანი, ეს ფრანგი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, ყავს ქართველი მეუღლე, ბინა აქვს აქ. და ძალიან უყვარს საქართველოს, ყავს სამეგობრო სვანეთში, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს, განსაკუთრებით ჩვენ მუსიკალურ სფეროში. ძალიან დიდ პარტიულს წემთ, ყველანი ყავს გადაღებული, რავი, ფაქტიურად ყველა მუსიკოსთა პროკავშირის თითქმის ყველა ღონისძიება გადაღებული, რაც დამეგობრდით იმის მერე ყოველ შემთხვევაში და საოცარი ადამიანი, საქართველოს და საქართველოს კულტურის უდიდესი ქომაგი და მეგობარი. 9 მარტს ფრანსისმა შეიტანა როგორც საფრანგეთის მოქალაქემ იუსტიციის სამინისტროში 9 მარტს მოთხოვნა ბინადრობის გაგრძელებაზე, რაზეც 9 მარტს მოვიდა პასუხი, მანამდე შეიტანა 9 მარტს მოვიდა პასუხი, რომ რა თქმა უნდა შეუძლია დაარჩეს, თუმცა 26 მარტს მოვიდა თავიდან წელი იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წინა წელის ანულირების შესახებ და იმაზე რომ ფრანსისმა სასწრაფოდ დაწოვოს ქვეყანა, რასაც რეალურად არანაირი ახსნა განმარტება არ მოყოლია. ფრანსის არ აქვს არანაირი დასამართლება, არანაირი ბრალეულობა დამსახურების გარდა საქართველოს წინაშე ამ ადამიანს არაფერი არ აქვს. როგორც ამ საკითხებში გასნობიერებულმა ადამიანებმა გვიხეს, ეს არის სუსის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად, თუმცა ეხა ესე რასაც ვერ ხედავ, იმას ხელს ესე ვერ დაადებრო, ეს არის, ხო? მაგრამ ფაქტი რაც არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ესე იგი 25 წელი გამოდის ცხოვრობს საქართველოში, 20 ვთქვათ, რომელსაც კარგის მეტი აქაურობისთვის არაფერი გაუკეთებია, რომელსაც თუნდაც ანსამბლი ერისიონი გაიყვანა და მსოფლიოს აჩვენა, რითიც ძალიან დიდი რაღაცეები მოუტანა საქართველოს. ახლა იძულებული არის, რომ დატოვოს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსთა პროკავშირიც, იურისტების გარკვეული გუნდიც ვიბრძვით და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ადამიანი არ გაუშვათ აქედან. მაგრამ ძალიან რთული მოცემულობა არის, საქმე რაში არის, ამ ადამიანის ბრალეულობა რეალურად ის არის, რომ
ის არის რუსთაველის აქციებზე. იქაც იღებს ფოტოებს, იქაც დადის იმიტომ კი არა, რომ ეხლა არ არის ამომრჩეველი ფრანსისი და ხმას ვერ მისცემს ქართული ოცნების წინააღმდეგ ან ქართულ ოცნებას. ის დადის იქ, იმიტომ რომ იქ დავდივართ ბევრი მუსიკოსი, იქ უკვე რაღაც იქაური ანსამბლი შეიქმნა ღერძულა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუპატიჟო ამ გადაცემაში. და ნუ ამ ადამიანებთან თავის მეგობრებთან სანახავად არის და სადაც დადის ახლა ფოტოგრაფი ადამიანი იქ რა თქმა უნდა იღებს და არ ვიცი ამის გამო ეთყობა ამით დააშავა მან. ეთყობა ამით დააშავა და ეხლა ცხოვრობენ დატოვა. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მუსიკალური და ზოგადად ქართული საზოგადოების ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ადამიანი დავტოვოთ საქართველოში და საქართველოს ამ ადამიანის წინაშე არ შერცხვეს იმითი, რომ გააგდო ქვეყნიდან. კი ბატონო. ხო, კიდევ აი ნახოთ კიდე რა ახალი ამბები დაიდო დღეს. ხო ერდოღანმა თქვა რუსეთ-უკრაინის ომზე რომ მზად ვარ ყველანაირად დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ გზას რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებებამდე მიიყვანსო. თუმცა ნუ ალბათ უკვე ცოტა დაგვიანებული არის ძვირფაზო რეჯეფ თაიფო ამის თქმა, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ზელენსკი წავიდეს ამ საუბარზე. ნამდვილად არ ამგონია. აი საინტერესო ერდოღანზე ამოაგდო ირაკლი კობახიძე, ერდოღანს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე საქართველოს-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განეხილეს. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 მთავრობის მეთაურზე გამახსენდა ნახეთ ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა, კობახიძე როგორ დაყვებოდა ჩვენი მთავრობის მეთაური. ხო ეს ისე. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს თურქეთის სკოლაში მომხდარის შროით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საბაჟო ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჭეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ენზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. არა საინტერესოა. ანუ ევროპაზე ფიქრობს ფაქტიურად ბატონი ირაკლი, ეხმარება ევროპას არსებ გადარჩენაში, ხო, და ასე შემდეგ. ხო, ნუ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, თან პოლიტპატიმრებში მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს რა, მე გულისხმობ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც აქციაზე ყოფნის გამო არიან ციხეში და ქართული ოცნება და მისი გულშემატკივრები იმით ამართლებენ ამ ყველაფერს, რომ ეს ახალგაზრდები მოვატყუა რადიკალურმა ოპოზიციამ, ჩაუნერგა ეს სიძულვილი თურმე რა, იქ ზურა გირჩი ჯაბარიძე და ჩერგო არიან ალბათ რადიკალური ოპოზიცია, არ ვიცი. ჩაუნერგეს ეს სიძულვილი და ასროილეს ფეირვერკიო. აი მე მიჩნდება ძალიან ესეთი კითხვა ჩემი აზრით, ძალიან ლოგიკური კითხვა რა. როდესაც ხარ მთავრობა და შენ მოქალაქეს, შენი ოპონენტი შენს წინააღმდეგ განაწყობს. და შენ ამის გამო, როდესაც მათ არავინ არ დაუზიანებიათ, რაღაც მაქსიმუმ ჯებირი დააზიანეს, რაღაც ეგეთი გააკეთეს. ფეირვერკი ესროლეს პარლამენტს, ან რაღაც არ ვიცი, უაზრობის გამო უშვებ ციხეში 20 წლის ბიჭებს 4 წლით და მსგავსი რაღაც თუნდაც 2 წლით.
როგორ შეიძლება შენ თავს ეძახი მთავრობას, რომელსაც ხალხი უყვარს და რომელიც ხალხზე ფიქრობს, როდესაც კარგი დაუშვათ მართლები ხართ, ერთი წამით დაუშვათ, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ხართ მართლები თქვენ არაფერში, მაგრამ დაუშვათ მართლები ხართ და არია რადიკალურმა ოპოზიციამ ეს ახალგაზრდები, ხო? თქვენ თუ მთავრობა ხართ, რომელსაც თავის ხალხი უყვარს, თქვენ ეს ახალგაზრდები ციხეში კი არ უნდა ჩაასვათ, ჩემო ქოცალებო. არამედ უნდა დასვარ და აუხსნათ რა შეეშალათ, ასე ვთქვა, ეს ადამიანი ქართულად, თბილისურად რომ მოვიქცეთ რა და აუხსნათ რა შეეშალათ. თუ შეეშალათ რაღაც და თუ დარწმუნებულები ხართ, მე მგონია რომ არაფერი არ შეეშალათ, პირიქით დაგაკლეს, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ რაღაც შეეშალათ, უნდა აუხსნათ ციხეში ჩასმით და ამ ბავშვების ცხოვრების არევით თქვენ კარგს არც მათ და მით უმეტეს არც საკუთარ თავს არ მოუტანთ რა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს არ არის ის ხერხი, რომლითაც საკუთარ ახალგაზრდებთან უნდა აწარმოო აღზრდელობითი სამუშაოები რა, ეს არაფრით არ შეიძლება რა, ყველას გვაქვს ვიდეოები ნახე, თუნდაც ანდრო ჭიჭინაძის მსახიობის, რომელიც უბრალოდ ცდილობს რომ დაამშვიდოს ხალხი. მე ახლახანს თბილისში რო იყო მუსიკოსთა ფედერაციის კრება, ხა მოგეხსენებათ ბელგრადში, სერბეთში სულ მიდის პროტესტი რა, ეს ბოლო პერიოდი იქა ძალიან ესეთი სტუდენტური სერიოზული პროტესტი, სადაც ძალიან დიდი პატივისცემა და სოლიდარობა მინდა აღუქვა იქაურ სტუდენტებს, რომლებიც ესე რაღაც საოცარნების ყოფას და მონდომებას აჩვენებენ რა და სერბეთის მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარეს უყვებოდი ზვიან რატიანის ამბავს, რომ ესე როგორც არტი, ესე ვთქვათ, როგორც გაულაწუნა უდნო შეეხო ლოყაზე პატრულს და 7 წელი ციხე რო ემუქრება. მზია ამაღლობელზე რო აღარაფერი ვთქვათ და გაგიჟდა კაცი. ანუ სილის გამო 7 წელი პოეტს როგორ უნდა მისცეო. ეხა კითხვა კიდე მე რა პოეტიაო, მაგრამ აქვს მაგას მნიშვნელობა, ანუ ხელოვანი ადამიანი რაღაცას რო აკეთებს, რაღაცის საჩვენებად და მისანიშნავად და კიდე სხვა რაღაცა არის და ეხლა როდესაც ქალბატონი მზია ამაღლობელი ჩასვეს ციხეში იმის გამო რომ უზრდელ პოლიციელს სილა გააზნა, რაც შეიძლება კანონით არ არის დაშვებული, მაგრამ ადამიანურად ყველა ქალბატონს აქვს უფლება რომ უზრდელ მამაკაცს სილა გააწნას და მეთანხმებით, ხო? და არა პირიქით. რავი, ამის ხაზგასასმელად, ამ ქალბატონის სოლიდარობისთვის გაკეთებული ეს საქციელი ესე არ უნდა დაისაჯოს. ან პირობითი სასჯელი უნდა მისცეთ ადამიანს. უბრალოდ ადამიანური არ არის ეს ყველაფერი რა. და ძალიან სამწუხაროა რომ ამ ყველაფერს თქვენ ალბათ ხვდებით მაინც რა. ეგ არის ყველაზე სამწუხარო, ყველაფერი თქვენ იცით ძალიან კარგად და მაინც აი ესე ჯიუტად აკეთებთ იმის გამო რომ თქვენი მეფე არ აწყენინოთ. მეფე არ დააბრუნოთ, იმიტომ ხა მეფე რო თქვი სიტყვა გამახსენდა ცოტა ხნის წინ მეუფე იობის მიტროპოლიტ იობის სახარებაზე იყვნენ მოსულები მამაშვილი ბაგრატიონები და მეუფე იობმა თქვა იქადაგა რომ არის რაღაც წარმატებულებაო, სადაც მომავალი პატრიარქი და მომავალი საქართველოს მეფეო შექმნიან დიდ იმპერიას საქართველოს ტერიტორიაზეო. ხო, ეგეც არ ვიცი, ეგ ისე გამახსენდა და თქვი მაგაზე ჩემაზღს არ ვიტყვი, მაგაზე უფრო მოვისმენდი სხვა ადამიანების აზრს, ბევრად საინტერესო იქნებოდა რა, იმიტომ რომ მე ესე ჩამოყალიბებული აზრი მაგაში არ მაქვს. ხვალ პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთა შორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნება. საქმე არა აქვს რა. ავერთ მოპატია, მაგრამ ახლა საქმე არა აქვს რა. თუმცა მეტად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთა შორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნარკვამის ხტომის პარაგრაფში განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ხტომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან მართლმადიდებლობის საპარლამენტო საშუალო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივი მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილის. ხტომის პარაგრაფში განიხილავენ ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ წამალს თავისი შვილებისთვის. ხალხო, ცოტა მართლა აზრზე მოდით რა, ესე არაფერში არ წერია რა საპარლამენტო შორისო მართლმადიდებლობის ხტომა რელიგიას არანაირად არ ვეხები რა, ეს ცუდად ნუ გაიგებთ ამას, რასაც ვამბობ რა, უბრალოდ არ შეიძლება ესე რა, მართლა არ შეიძლება ესე არაფერში არ წერია. აი ქალბატონ ლელა ჯეჯელავას უთქვამს ხელისუფლებაზე, სულ მინდა ვეკითხო რანაირი დიპლომატიაა ეს, გავლანძღავე არ დატოვეს ბრიუსელი ვაშინგტონი. საერთაშორისო ეგრეა კი თურქეთში რო ცდილობს ევროკავშირის ენერგო ის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ბატონი ეგრეთ წოდებული პრემიერი ირაკლი კობახიძე ამ დროს ლანძღავს მთელი საკოცეთი ევროპას, რა გვინდა ეგენი, რა გვინდა ის, რა გვინდა ეს, როცა ზუსტად ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება, იმიტომ რომ ისინი, ვინც პარლამენტში ხედან, ისინი თბილად არიან, კარგად არიან, იმათ ძალიან კარგი ხელფასი აქვს, ძალიან კაი პენსია ექნება მთელი ცხოვრება მერე. და ხალხი, აი რა ვიცი, მე მაგალითად სულ მეტროთი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვცდილობ ვიარო და ხედავ ხალხს, ხედავ როგორ აცვია ხალხს, ხედავ როგორ ხასიათზეა ხალხი. ძალიან იშვიათი არის თბილისში მაგალითად, რომ კარგ ხასიათზე მყოფი გამვლელი შეხვდეს, გაიღიმოს ადამიანმა. ძალიან იშვიათი არის. შეიძლება რაღაცა უკვე ჩამოყალიბდა რაღაც ეგეთ მოცემულობად, ეგრე მიღებული უკვე ჩვენთან, მაგრამ ეგრე ხო არ არის სინამდვილეში, ხო შეიძლება რომ ვიდიოდე რაღაცა სიამოვნო გაგახსენე და გაიღიმო, ხო? მოგსვია ხო ალბათ 1-2 ჯერ ეგ ყოველას ცხოვრებაში, ხო? რატო არ გვახსენდება ბევრი ეგეთი რაღაც? იმიტომ რომ არ ხდება ბევრი ეგეთი რაღაც ქვეყანაში. და ეგ არის ძალიან საგანგაშო რა. გაჭირვება, მატერიალური გაჭირვება ყველაზე ცუდი არის, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სილაღეს უკარგავთ უკვე რა ამ ჭაობში და ხნედ არ ვართ. აი ეგ არის ძალზედ სამწუხარო რა. პრემიერი ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე. აი როგორ სპეკულირებს დააკვირდით რა, რაში სჭირდება საქართველოს ეკლესიას, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია ქვეყანაში. ირაკლი ეგრეთ წოდებული პრემიერ კობახიძის დაცვა. ხო ეს როგორ სპეკულირებს, რომ აი ესენი არიან ეკლესიის წინააღმდეგები და ჩვენ ამას ვიცავთ. აი ეს არის უბრალოდ იაფასიანი რა, იაფია რა უბრალოდ ეს ყველაფერი რა ძალიან სამწუხარო არის. ირაკლი კობახიძე ასევე 2.5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები. ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასაც უნდა დავველოდოთ. ხო, მე მინდა გავახარო ბატონი პრემიერი თუ მიყურებს, რომ საკონსტიტუციაში მალე მართლა გელოდება თქვენ საინტერესო პროცესები. მაგას მეკპირდებით და მაგაზე კიდევ გვექნება ჩვენ საუბარი. ხო, ირაკლი კობახიძე აცხადებს ასევე დღესვე, რომ ირაკლი კობახიძე გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ, ამბობს ქართული ოცნების პრემიერი. რომ პრინციპებს ვეღარ ვხედავთო გერმანელების მხრიდანო, ჩვენ ვართო პრინციპულებიო. თქვენ ხართ პრინციპულად ცუდი ბანდა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა.
აი მაგას წყალი არ გაუვა რა, მაგაში ვარ დარწმუნებული რა. დანარჩენი არ ვიცი. ხო, მე მგონია რომ დღეისთვის საკმარისი ვისაუბრე. უკვე 15 აკლია თითქმის 10 და ნელ-ნელა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მადლობა თუ გვიყურებთ და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ უნდა ვიყოთ რაღაცა არ მოგწონს, აუცილებლად უნდა ვთქვათ. იმიტომ რომ თუ არ ვიტყვით რაღაცა შეიძლება საერთოდ არ უნდა რომ ჩვენ გვაწყენინოს, მაგრამ ვერ ხვდებოდეს რომ ჩვენ არ მოგწონს და აკეთებდეს ცუდს. პოროტების გამო არა, უბრალოდ ვერ ხვდებოდეს. ანუ რაღაცა როცა რაღაცა არ მოგწონს, როცა რაღაცა არის ცუდი და ამის მკეთებელი მაგას ვერ ხვდება, ეგ უნდა ვთქვათ აუცილებლად რა. ამის გარეშე თუ ერთმანეთს არ დავუწყეთ ლაპარაკი, არ დავუწყეთ რაღაცების ახსნა, მე არ ვამბობ აგრესიას, მე არ ვამბობ წყენას, მე ვამბობ ახსნას, სტილობიანს, დაალაგებულს. მაგას თუ ვერ მივეჩვევით, ძალიან ნელა წავა ჩვენი ქვეყნის განვითარება და თუ ერთმანეთს ვისაუბრებთ, ერთმანეთთანაც, მთავრობასთანაც, ოპოზიციასთანაც, ყველასთან, ეგრევე სწრაფად და კარგად განვითარდებით რა. როგორც ქვეყანა, როგორც საზოგადოება და როგორც ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ჩემ ძვირფას მაყურებელს და რა ვიცი დღეისთვის ეგ არის რა.